მამუკა ხაზარაძის შეცვლილი რიტორიკა და საზოგადოების მოტყუების მორიგი მცდელობა. ლელოს ლიდერი რუსეთის ფედერაციასთან დიალოგის დაწყების საჭიროებაზე ალაპარაკდა. დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავჯდებით. იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, საშუალება გვაქვს ჩვენ რომ აქ ბალანსი მივიღოთ. ჩვენ ვერ გადავკეტავთ, ესე თქვათ, კავკასიონს, ბუნებრივია და ვერ ვეტყვით თუნდაც ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე. რუსეთი მეგობრებიც სამყავს და ძალიან მაგრა ვიცნობ რუსულ კულტურასაც, პირდაპირ გეუბნებით. თუმცა სანამ ხაზარაძე რიტორიკა შეიცვლიდა, მანამდე ლელომ პარლამენტში საქართველოს ეკონომიკის ჩამოშლისა და რუსეთთან კონფრონტაციის გეგმა წარადგინა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება, სავიზო შეზღუდვების შემოღება, ფრენების შეწყვეტა. ეს ხაზარაძის და მისი გუნდის მოთხოვნების ის მცირე ჩამონათვალია, რაც პარლამენტისთვის წარდგენილ დოკუმენტში ასახეს. უწესებს კაცრ ვიზებს რუსებს, რათა მათ არ წალეკონ საქართველო. მეთანხმებით? მადლობა. მეორე პუნქტი. საქართველოში რუსეთის ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეზღუდოს მუშაობის უფლება და ვაწესებ დამატებით გადასახადებს რუსულ ბიზნესისთვის და შეუერთებით ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რათა რუსეთმა გადაიხადოს ფასი სხვა ქვეყნებში შეჭრისთვის. ჩვენ დაუყოვნებლივ შევწყვეთ პირდაპირ ფრენებს რუსეთთან. დარწმუნებული ვიყავი, რომ ესეთი მხარდაჭერა ექნებოდა ამ ჩვენ ინიციატივას. ხაზარაძის პროვოკაციულმა 9 პუნქტიანმა გეგმამ ხელისუფლების გონიურულობის გამო დღის სინათლე ვერ იხილა. დღეს კი, როდესაც მსოფლიოში სიტუაცია, მათ შორის რუსეთ-უკრაინის ომის მიმართ დამოკიდებულება იცვლება, ხაზარაძემ ნარატივის შეცვალა და კონფრონტაციის, მაგივრად დიალოგის აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. მამუკა ხაზარაძის უპრინციპობაზე საუბრობენ ქართულ ოცნებაში. მმართველ გუნდში რუსეთის წინააღმდეგ ლელოს მომზადებულ რეზოლუციის პროექტს იხსენებენ და აღნიშნავენ, რომ თაღლითი ხაზარაძე არის ნაციონალი, რომელიც ორმაგი სტანდარტებით ვერავის მოატყუებს. დღეს, როდესაც ხედავს ხაზარაძე, რომ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე რუსეთის მონაწილეობა კვლავ გააქტიურდა, ის ცდილობს რაღაც საკუთარი აი ამ პოზიციის შეცვლას, სასაცილო და ღიმილის მომგვრელია, რადგანაც ამ ორმაგი, სამმაგი სტანდარტებით ბუნებრივია ვერავის ხაზარაძე ვერ მოატყუებს, რა ნაციც და სააკაშვილის ერთიანი სულისკვეთების შემადგენელი ნაწილი იყო ხაზარაძე აქამდეც ისე დარჩება, მიუხედავად იმისა, თუ რა განცხადებას გააკეთებს ის დღეს. ფიცი ამ წამს ბოლო მაკვირვებს. ამ შემთხვევაში რასაკვირველია, ყველა ძალიან კარგად გვახსოვს, წინასაარჩევნო პერიოდში ამ პარტიის ლიდერების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, კერძოდ რაღაც 9 პუნქტიანი გეგმის ფრიალი, რომელიც ბლანკეტურად ითვალისწინებდა ყველანაირ აკრძალვას. მათი შეცვლილი ნარატივი, რასაკვირველია, არის ძალიან კარგი ილუსტრაცია იმისა, რომ ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან არაპრინციპულ, ძალიან ესეთი სუსტი საფუძვლების მქონე პოლიტიკურ ძალასთან. არავის არ დავიწყნია 2023 წლის ნოემბერში, როგორ ჰქონდათ ლელოს ინიცირებული საქართველოს პარლამენტში საქართველოს დაცვის აქტი, სადაც პირდაპირ ითხოვდნენ რუსეთის ფედერაციისთვის ეკონომიკურ სანქციებს, მათ შორის ბევრ ისეთ საკითხს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ჩამოშლას გამოიწვევდა, ამავდროულად ქმნიდა საფრთხეს, რომ ესკალაცია მოხდარიყო სამხედრო შემოჭრისა და ეხლა ეს ყველაფერი შეატრიალა ამ ადამიანმა და ამბობს, რომ მე მოლაპარაკების მაგიდასთანაც დავჯდებოდი და რუსეთის ფედერაციასთანაც საუბარს დავიწყებდიო. ეს ყველაფერი უტიფრობა არის ჩვეულებრივი. კარგად მოგვეხსენება ბატონი ხაზარაძის მიერ დაინიცირებული, დღემდე პარლამენტში არის ის დოკუმენტი, დაინიცირებული რეზოლუციის პროექტი, სადაც იგი პირდაპირ, ასე ვთქვათ, ამ პროექტის მიხედვით კეტავდა ყველანაირ ურთიერთობას რუსეთთან. ხო, იქ ფრენების ჩაკეტვაზე იყო საუბარი, უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე იყო საუბარი, ვაჭრობის გაუქმებაზე იყო საუბარი და ფაქტობრივად იზოლაციაში ტოვებდა ჩვენ ქვეყანას ისეთ მსხვილ სავაჭრო პარტნიორთან, როგორიც არის რუსეთის ფედერაცია და, რა თქმა უნდა, ეს გამოიწვევდა ჩვენი ეკონომიკის ნგრევას. საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა მამუკა ხაზარაძის და მისი პარტიის წევრების მრავალჯერ ნაცადი პრაქტიკა. ამის ერთ-ერთი მაგალითია ლელოს მანიპულაციური წინასაარჩევნო დაპირებაც, რომელიც დარგის ექსპერტებმა მაშინვე შეუსრულებელ დაპირებად მონათლეს და ხაზარაძე მორიგ პოლიტიკურ თაღლითობაში ამხილეს.